მითი ნომერი 2. LGBTQ პროპაგანდა ჩვენს შვილებს გეებად გადააქცევს. თქვენი აზრით, რა სახის პროპაგანდა აქცევს ლომებს გეებად? გსმენიათ ალბათ, რომ გეი ლომებიც არსებობენ. ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც არის გავრცელებული და ადამიანიც ხომ ძუძუმწოვარია. რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ? ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არ იქმნება და არ იცვლება არც ინფორმაციის მიღებით, არც განათლებით. ამაზე თანამედროვე ფსიქოლოგიაც შეთანხმდა. თქვენს გვერდით რომ გეი წყვილი ცხოვრობს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენც გეი გახდეთ და თქვენი შვილიც მათ შორის. თუ ტრადიციულისგან განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციით არ დაიბადეთ. იმის აღიარება, რომ განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის ადამიანები არსებობენ და მათ არ უნდა ვცემდეთ, დევნიდეთ, რომ უნდა გქონდეს თანასწორი საზოგადოებრივი ცხოვრების უფლება, არ წარმოადგენს პროპაგანდას. მიუხედავად ამისა, ქართულ კანონპროექტში, რომელსაც ზოგიერთი დეპუტატი ლობირებს, საუბარია იმაზე, რომ ერთსქესიან ურთიერთობებზე საჯაროდ საუბარიც კი შეიძლება დასჯადი გახდეს. ეს კი არ არის ბავშვების დაცვა, ეს არის ცენზურა და სტიგმატიზაცია.